სრული სიბნელე. თქვენ ვერ ამოძრავებთ ხელებს. თქვენ ვერ ამოძრავებთ თითებს. თოლი ისე მჭიდროდ არის შეკრული თქვენს გუნკერძზე, რომ ვერც კი ახერხებთ ნეკნების გაფართოებას, რათა ერთი სუნთქვაც კი გააკეთოთ. მაგრამ თქვენ სულად შეგნებულ მდგომარეობაში ხართ. თქვენი გონება სრულყოფილად მუშაობს. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, შეგიძლიათ ყველაფერი იგრძნოთ, ზუსტად იცით რა ხდება თქვენს სხეულში და ზუსტად როგორ მთავრდება ეს. თქვენ უბრალოდ სრულიად უძლური ხართ, რომ ეს შეაჩეროთ. ამ ვიდეოში ერთი კაცი როგორღაც ყველაფერს გადაურჩა. მან 5 საათი გაატარა თოკის გაკეთებაში მხოლოდ კბილებით და ერთი მუშა ხელით, მიაღწია სამაშველო ჯგუფის გაცვდილ ხელებამდე 6 დუიმით დაშორებით. და რაღაც ისეთი პატარა, ისეთი სულელური, ისეთი მარტივად გამოსასწორებელი, სრულიად შეაჩერა იგი. ამ სიაში თითოეულ ისტორიაში ზვავი ყველაზე ცუდი ნაწილი არც კი იყო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ექსტრემში. დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ფილმებმა ასწავლეს თოლზე. ზვავი არ არის რბილი, ფაფუკი ტალღა, საიდანაც უბრალოდ გაცურვა შეგიძლია. ეს არის მილიონობით ფუნტი კინეტიკური ენერგია, რომელიც 80 მილი საათში სიჩქარით ჩქარდება და ატარებს გაუჩერებელი სატვირთო მატარებლის დამანგრეველ ძალას. თუ თვითონ დარტმა არ გადაგიტეხავს ხერხემალს, ან არ გაგიტეხავს თავის ქალას კლდეებზე, ამას შედეგები გააკეთებს. იმ წამსვე, როგორც კი მოძრავი ნამსხვრევები შეჩერდება, ძლიერი ხახუნი მას შეკუმშავს და მყისიერად კვლავ გააყინავს. ის კეტავს შავბნელ ყინულის სამარხში, ისე მჭიდროდ გიჭერს გუნკერძზე, რომ სიტყვა სიტყვით ვეღარ აფართოვებ ნეკნებს, რომ ერთი ჩასუნთქვაც კი შეძლო. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან დახვეწილი ზვავების პროგნოზები. ექსპერტები თხრიან სატესტო ორმოებს, რათა გაზომონ თოვლის საფარის სტაბილურობა, დააკვირდნენ ქარის დატვირთვებს და გასცენ მკაცრი საფრთხის შეფასებები. თანამედროვე მთამსვლელები იციან, რომ უნდა მოусმინონ თოვლის ფენის ჩაქცევისას წარმოქმნილ ღრუ ვუმფხმას, ან დააკვირდნენ მყინულში გაჩენილ ბზარებს. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებობს გაფრთხილებები, ზოგი ზვავი შეიძლება ადგილზე უცებ დაიძრას. ძალიან არაპროგნოზირებადია. ნახავთ, რას გულისხმობთ უყურებას გააგრძელებთ. მაგრამ სიის პირველი ზვავი მოხდა 1936 წლის 22 ივლისს. არ არსებობდა ყოველდღიური ბიულეტენები, სატელიტური რადარები და ზვავში საძიებო მოწყობილობები. თონი კუცი ჩვეულებრივი მთამსვლელი არ იყო. 23 წლის ასაკში ის უკვე გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ალპინისტი იყო, იმ დროს, როდესაც მთამსვლელობას ძლიერი ეროვნული სიამაყე ამოძრავებდა. შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ზემოთ უყურებ 5900 ფუტის სიმაღლის შავი ყინულისა და კირქვის ვერტიკალურ კედელს, ადგილს, რომელსაც იმდენად სასიკვდილო იყო, რომ პირდაპირ მკვლელ კედლად მოიხსენიებდნენ და გადაწყვეტ, რომ პირველი გახდე, ვინც მას დაიპყრობს. ზუსტად ეს გადაწყვიტეს ტონი და მისი გერმანელი მეწყვილე ანდულ ჰინტერსტოისოისერი 1936 წელს შვეიცარიის ალპებში აიგერის ჩრდილოეთ კედელზე. და ისინი მარტო არ იყვნენ. მთაზე ყოფნისას ორი გერმანელი შეუერთდა ორ ელიტურ ავსტრიელ მთამსვლელს, ვილი ანგერერს და ედი რაინერს. მათ გვერდზე გადადეს ეროვნული მეტოქეობა და 4-ვე ერთად, ერთ გუნდად შეკრულები, შეეცადნენ მკვლელი კედლის დაძლევას. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ 4-ვე გამორჩეული მთამსვლელი იყო და მათი სწრაფი წინსვლა კედელზე ნათლად აჩვენებდა, რატომ სჯეროდათ, რომ შეძლებდნენ ამის გაკეთებას. თავდაპირველად, ანდრელმა გადაჭრა მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც პასუხი არ ჰქონდა. იცით, ეგერის მსგავსი მთის დაპყრობა არ არის პირდაპირი გზა მწვერვალამდე. უნდა მიხვე ბუნებრივ ბილიკებს, ნაპრალებსა და თაროებს და ის გზა, რომელსაც ისინი მიხვებოდნენ მთის ქვედა ნაწილამდე, მოულოდნელად ჩიხში აღმოჩნდა. ზემოთ იყო მხოლოდ გლუვი, გადმოკიდებული კლდე, რომელიც სრულიად აუღებელი იყო. მათი მოგზაურობის გაგრძელების ერთადერთი გზა მწვერვალისკენ იყო მიეღწიათ უზარმაზარ ასასვლელ ფერდობამდე, რომელსაც პირველ ყინულის ველს ეძახდნენ. მაგრამ ეს გზა პირდაპირ ზემოთ არ იყო. ის გვერდიფირ ზემოთ, სმად გვერდით საკმაოდ მოშორებით მდებარეობდა. და სწორედ მათსა და იმ შემდეგ გზას შორის იდგა ციცაბო, ყინულოვანი კირქვის ფილა, რომლის გადალახვაც არავინ იცოდა როგორ შეიძლებოდა. მას არ ჰქონდა არც ხელის დასაჭერი და არც ფეხის დასადგმელი. თუ სწდიდი მასზე გადაბიჯებას, უბრალოდ ჩამიცურდებოდი ქანიდან და ათასობით ფუტს გადაეშვებოდი ქვემოთ. მაგრამ ონდრელმა იპოვა გამოსავალი. ამ უხელჩასაჭიდო ფილასთან ახლოს იყო პატარა ვერტიკალური ბზარი ქანში. გადაკვეთის ნაცვლად ონდრელი ზემოთ ავიდა. მან თითები და ჩექმები ამ ვიწრო ბზარში ჩააცურა და ნელ-ნელა დიდი ძალისხმევით ავიდა პირდაპირ კედელზე, სანამ შეუძლებელი მონაკვეთის მაღლა არ აღმოჩნდა. შემდეგ მან ლითონის ლუსმანი ქანში ჩააჯედა, თოკი გაატარა და თავი ისევ დაბლა ჩაუშვა. ეხლა, როცა თოკი მაღლა მყარად იყო დამაგრებული, შეეძლო მთელი სხეულის წონა უფსკულის მხარეს გადაეტანა.
თოკის დაჭიმულობის გამოყენებით მან გვერდულად გაირბინა გლუვყინულზე, როგორც ქანქარა, ასე ირწეოდა, სანამ მისი ჩექმები მეორე მხარეს უსაფრთხო თაროზე არ დაეშვა. როგორც კი გადავიდა, თოკი დაჭიმა და თავისი მხარე დააფიქსირა. ეხლა გუნდს ჰორიზონტალური უსაფრთხოების თოკი ჰქონდა, რომელიც შეუძლებელ უფსკრულს გადაჭიმავდა. მათ მხოლოდ ის დარჩენოდათ, რომ მაგრად ჩაეჭიდათ დაჭიმული თოკისთვის. სხეულის წონა უკან გადაეციათ 2000 ფუტიანი უფსკრულის თავზე და გვერდულად, ფეხების ფრთხილად გადაადგედა ადგილებით. თოკზე ხელის ერთი მეორეზე გადაცვლით გადაესრიალათ გლუვყინულზე. ეს გენიალური იყო და იმუშავა. როდესაც ისინი ამ ადრე აუღებელ მონაკვეთს გადალახეს და მაღლა ავიდნენ, თოკებიც თან აიტანეს. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რადგან აღჭურვილობას მთაზე არ ტოვებ. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდათ, რადგან მაღლა ასვლისას სწრაფად მიხვდნენ, რატომ ეძახიან ჩრდილოეთ კედელს, მკვლელ კედელს. მისი მასიური ჩაზნექილი ფორმის გამო, აიგერი მოქმედებს როგორც გიგანტური დამჭერი ხელთათმანი, ალპებში მოძრავი ნებისმიერი ქარიშხლისთვის. ფაქტობრივად ქმნის თავის აგრესიულ მიკროკლიმატს. თავად ქვამთრევადი კირქვა. როდესაც ტენიანობა ბზარებში აღწევს და იყინება, მთა მუდმივად იბზარება, რაც იწვევს მოულოდნელ კლდის ჩამოშლას, რომელიც კედელზე არტილერიის ცეცხლივით შემთხვევით ცვივა. და მძიმე თოვლი, ისევე როგორც არასტაბილური ტოლდის ცვენა, ნიშნავს, რომ კედლის ზედა ნაწილში თოვლის საფარი დატვირთული და არასტაბილურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზუსტად იდეალური პირობებია ზვავისათვის. ზუსტად მაშინ, როცა კურცი და სხვები ჩრდილოეთ კედელზე მაღლა ადიოდნენ, კლდე ჩამოვარდა და უილი ანგერერს პირდაპირ თავში მოხვდა, რამაც მძიმე ტრავმა გამოიწვია. და სწორედ ასე, მთელი მისია შეიცვალა. დაივიწყეთ მწვერვალი. ეხლა ერთადერთი მიზანი იყო ვილი ანგერერის მთიდან ცოცხლად ჩამოყვანა. ამიტომ ისინი შემოbrunდნენ და უკან ჩამოსასვლელად ბრძოლა დაიწყეს. და უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო სუფთა მშვიდი უკან დახევა, რადგან როგორც კი დაშვება დაიწყეს, უზარმაზარმა ადგილობრივმა ქარბუქმა მთას გადაუარა. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა. ქარი ისე ხმაურობდა, რომ მძიმე, ფიზიკურ ძალად იქცა და ცდილობდა კლდიდან მოეწყვიტა ისინი. ყოველი ნაბიჯი ბრძოლა იყო. მათ უწევდათ ბრძოლა მხოლოდ იმისთვისაც კი, რომ ერთი გატინული ჩექმა აეციათ, მთელი სხეულით გამკლავებოდნენ მოულოდნელ მძაფრ ქარის დაბერვებს, რომლებიც ცდილობდნენ კედლიდან მოეწყვიტათ და მთიდან გადაეგდოთ. და ეს ყველაფერი უწევდათ ისევ და ისევ, თანაც მაშინ, როცა ვილისთვის უნდა დაეჭირათ მხარი, რომელსაც თავის ტრავმა წუთით წუთზე ასუსტებდა. ამ ნამდვილი ჯოჯოხეთის გავლით მათ მოახერხეს და უკან დაბრუნდნენ, იმ კირქვის ფილამდე, რომელიც ანდრელმა აღმოაჩინა ასვლისას. და სწორედ იქ შეხვდნენ პრობლემას, რომელსაც არავინ ელოდა. ხედავთ, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მათ შეძლეს იმ ტრავერსის გადაკვეთა თავიდანვე, იყო დამაგრებული თოკი. ეს თოკი აძლევდათ საშუალებას, რომ დაეჭირათ და ყინულზე გვერდულად გადაადგილებისას საკუთარი წონა დაეჭირათ. თუ თოკს მოაშორებ, ვეღარ გადახვალ თითქმის ვერტიკალურ ყინულზე ისე, რომ არაფერს ეჭიდებოდე. ასე არ მუშაობს ეს. და ის თოკი აღარ იყო. სინამდვილეში თვითონ ამოიღეს ის. შეგიძლიათ წარმოიდგინო, როგორც გახარ გაყინულ კედელზე ქარბუქში, რომელიც წუთით წუთზე მძაფრდება. უყურებ ერთადერთ გზას სახში და აცნობიერებ, რომ შენ ხარ მიზეზი, რატომაც ის გზა აღარ არსებობს. მაგრამ როგორმე მაინც უნდა ჩამოსულიყვნენ. ამიტომ ონდრელმა სასუწარკვეთილად სადა ნელ-ნელა გადაევლო. მაგრამ იმ დამაგრებული თოკის გარეშე, რომელზეც უნდა მოკაჩულიყო, ფიზიკურად შეუძლებელი იყო გადასვლა. თეთრი ქარბუქის ტყვეობაში და ვილის მდგომარეობის წუთით წუთზე გაუარესების ფონზე, ერთადერთი დარჩენილი სასოწარკვეთილი არჩევანი იყო პირდაპირ ჩამეშვათ მთის ვერტიკალურ ძლიერ ღია ფერდობზე და ეიმედათ, რომ სადმე ბაქანს იპოვიდნენ. ეხლა რომ ზუსტად გაიგოთ რა ხდება შემდეგ, გახსოვდეთ, რომ ეს 1926 წელი იყო. მათ არ ჰქონდათ ის მაღალტექნოლოგიური, რბილი სამთო აღჭურვილობა, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც მთამსვლელის წონას ვარდნისას ანაწილებს. იმ დროს აღჭურვილობა უბრალოდ იყო სქელი, ნაკსოვი კანაფის თოკი, რომელიც პირდაპირ გუმკერძზე ან წელზე იყო შემოხვეული და მიერთებული იყო უბრალო ვიწრო მეტალის კარაბინზე, ასე რომ წარმოიდგინეთ თუ შეგიძლიათ. ჰორიზონტალური თოკის ხიდი, რომელიც მათ სჭირდებოდათ, აღარ იყო, მაგრამ 4 კაცი ჯერ კიდევ ერთმანეთზე იყო პირდაპირ მიბმული ასვლის სამახა დასაწყისიდან. რადგან ჯგუფურ მთამსვლელობაში თითოეულს ასევე აქვს საკუთარი სამთო თოკი. ეს არის სიცოცხლის ხაზი, რომელიც ყველა მთამსვლელს პირდაპირ აერთებს ერთმანეთთან. ამიტომ თუ ერთი ადამიანი ჩავარდება, სხვებს შეუძლიათ მისი დაჭერა. ესენი იყვნენ 4 დაახლილი, თხინვაში გაშეშებული კაცი, რომლებიც თითქმის ვერტიკალურ ყინულის კედელზე ბუქში თოკით ეშვებოდნენ. არაფერი იყო მათსა და 2000 ფუტიან უფსკრულს შორის, გარდა პრიმიტიული უწყვეტი თოკისასა, რომელიც მათ სხეულებს და იმ ვიწრო პატარა კარაბინებს აერთებდა. და სწორედ ამ მომენტში, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ასეთ მთაზე მოხდეს, მართლაც მოხდა, სოხდა.
ღრმა, დაბალი გრუხუნი დაიწყო და ვიბრაცია იგრძნობოდა ქვას ქვეშ. მათ ფეხსაცმელებს ქვემქვემოთ, რასაც მაშინვე მოხვა ხმა. თითქოს სათვირთო მატარებელი პირდაპირ მათკენ მოდიოდა ნისლიდან. მათ მავლა ქარბუქმა გადატვირთა ციცაბო, ვიწრო არხი და უზარმაზარი თოვლის ფენა მოწყდა, რამაც მასიური ზვავი გამოიწვია. ის დაეშვა აიგერის ფერდობზე, ავტობანის სიჩქარით მოძრაობდა და მთელი ძალით შეეჯახა თოკით შეკრულ ჯგუფს. უნდრელი იმ მომენტში დროებით დაუდგმელი იყო, რადგან ცდილობდა შემდეგი დაშვების მოწყობას. მას შანსი არ ჰქონდა. ყინულიანი კედლის უზარმაზარმა კინეტიკურმა ძალამ ის მთის ფერდობიდან მთლიანად გადაისროლა. ის ათასობით ფუტით ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მაგრამ ისინი ყველა ერთსა და იმავე თოგზე იყვნენ მიდმული. ამიტომ მისი მთელი სხეულის წონა უზარმაზარ მძვინვარე ღუზად იქცა და უფსკრულში ჩავარდა. როცა ის ვარდებოდა, უილი ანგერერი, შემდეგი მთამსვლელი, რომელიც პირდაპირ მასთან იყო დაკავშირებული, ისეთი საშინელი სისტრა დათქვისთანავე გარდაიცვალა. მათ ზემოთ ედი რაინერი იყო. ეხლა ამ მთამსვლელებს შორის დამაკავშირებელი თოკი გატარებული იყო ლითონის რგოლში, რომელიც ედის თავზე მაღლა კლდეში იყო ჩაჭედებული. ასე რომ, როცა ორი კაცი ჩამოვარდა, მათი მკვდარი წონა ბლოკივით იმოქმედა და ედის საშინელი ძალით მაღლა აიწია. მისი სხეული პირდაპირ კედელში ჩაჭედებულ ლითონის სამაგრს დაეჯახა და ის პრიმიტიული კანაფის თოკი ისე ძლიერად შემოეჭდო გუნკერძზე, რომ ყისიერად დიაფრაგმა ნეკნებზე მიუჭყლიდა. მას ფილტვების გაფართოება და ერთი ჩასუნთქვაც კი აღარ შეეძლო. რამდენიმე წუთში დაიხრჩო. სულიად შემთხვევით, ტონი თოგზე ზუსტად ედის ქვემოთ და ვილის ზემოთ იყო მიბმული. როდესაც ზვავი ჩამოვარდა, თოვლის მასიური ტალღა ტონის ფეხებიდან მთლიანად დააგდო და უკან ჰაერში გადააგდო. იმიტომ რომ გარეთ გადააგდეს, ტონი ვილის მსგავსად მყარ კირქვაზე არ შეჯახებულა და რადგანაც ის არ იყო ზედა სამაგრი, რომელიც მთელი გუნდის წონას იჭერდა, მისი მკერდი ედი მსგავსად მეტალის პიტონზე არ დაჭხლიტულა. ამის ნაცვლად თოკი უბრალოდ დაიჯიმა და ჰაერში შეაჩერა. თოგზე მისი კონკრეტული მდებარეობა გადაარჩინა, სულ მცირე, ამ ეტაპზე. ხოლოდ რამდენიმე შემაძრწუნებელ წამში ზვავის მქუხარე ღრიალი გაქრა და დარჩა მხოლოდ ქარბუქის ღმუილი, სამი გარდაცვლილი კაცი და ტონი. ის ცოცხალი იყო, მაგრამ საშინელ მდგომარეობაში. ათასობით ფუტის სიმაღლეზე ჰაერში ეკიდა თოკის მარყუში. მარტო, სამი გარდაცვლილი თანაგუნდელი კი ისევ იმავე თოგზე ეკიდა, რომელზეც თვითონ. ამის მიუხედავად, ტონიმ როგორღაც გადაიტანა ღამე. დილით კი სამაშველო ჯგუფი უკვე მობილიზებული იყო. და უცნაურია, მაგრამ ისინი რეალურად მთის შიგნიდან გამოჩნდნენ. 10 წლეულებით ადრე, შვეიცარიელებმა პირდაპირ აიგერის მყარ კლდეში ტურისტული მატარებლის გვირაბი გაჭრეს. მათ პირდაპირ ჩრდილოეთ ფერდობზე დაკვირვების ფანჯრებიც კი გამოკვეთეს, რათა მგზავრებს უსაფრთხოდ შეეძლოთ გადაეხედათ საშიშ უფსკრულზე. სამაშველო ჯგუფი ამ მატარებლით ავიდა მთაზე, ერთ-ერთ ტურისტულ ფანჯარაში გადაწვრა და პირდაპირ სასიკვდილო ჩრდილოეთ ფერდობზე გავიდა. მათ გაარკვიეს, რომ მათი მდებარეობა ტონის პირდაპირ ქვემოთ, დაახლოებით 150 ფუტის მანძილზე იყო. იმდენად ახლოს, რომ მისი გაგონება და მისთვის ზემოთ დაძახება შეეძლოთ, მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა არსებობდა. დიახ, ისინი ახლოს იყვნენ, მაგრამ მათ შორის უზარმაზარი გადმოკიდებული ყინულით სავსე ნაპრალი იყო, რომელიც სრულიად აუღებელი იყო. მაშველებს მისკენ ასვლა არ შეეძლოთ. თუ ტონი გადარჩენას აპირებდა, თავად უნდა ჩამოსულიყო მათთან, მაგრამ ტონის მდგომარეობა საშინელი იყო. ღამით ქარბუქში ერთ-ერთი ხელთათმანი დაკარგა. მისი მარცხენა ხელი ძლიერად ჰქონდა გაყინული და სრულიად გამოუსადეგარი იყო, ხოლო ჩექმები ყინულის მყარ ბლოკებში ჰქონდა ჩაფლული. ამის გარდა მას მძიმე დაკიდებით გამოწვეული ტრავმა აწუხებდა. იმიტომ რომ ის უბრალოდ იმ პრიმიტიულ თოკის მარყუში ეკიდა, ახკაზმულობა სისხლის მიმოქცევას უჩერებდა. მის ფეხებში სისხლი გროვდებოდა და ტოქსიკურად იქცეოდა, ხოლო მუდმივი წნევა გუნკერძზე ნელ-ნელა აღჭობდა მას. ჩამოსასვლელად, ტონიმ შეასრულა ის, რაც დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ზეკაცურ გამძლეობის მიღწევად ალპინიზმის ისტორიაში. ჯერ კბილებითა და ერთი მოქმედი ხელით, დანის გამოყენებით, მან შეძლო ვილის სხეულის გათავისუფლება. შემდეგ, როცა მასში თითქმის აღარ დარჩა ენერგია, მან აირბინა ყინულოვან თოგზე ედისთან, თავი გაათავისუფლა და დაიწყო შეუძლებელი ამოცანა, თავისი სქელი კანაფის თოკის თითოეული ძაფის გახსნა. 5 დამქანცველი საათის განმავლობაში მან მოთმინებით გახსნა გაყინული ბოჭკოები, კბილებითა და ერთი ჯამრთელი ხელით. თითოეული ბოლო ერთმანეთს დაუკავშირა, რომ შეექმნა საკმარისად გრძელი ძაფი, რომ მაშველებამდე ჩაეშვა.
როდესაც ბოლოს ეს თვითნაკეთი ძაფი ჩამოუშვა, სამაშველო გიდებმა მასზე ახალი მძიმე სამთო თოკი მიაბეს, რათა ტონიმ შეძლოს მისი ამოწევა და რაპელით უსაფრთხოდ დაშვება. მაგრამ ქვემოთ მაშველებს კიდევ ერთი პრობლემა შეექმნათ. მათი სამთო თოკი ოდნავ მოკლე აღმოჩნდა, რომ საჭირო მანძილზე მისულიყო. ამიტომ რომ თოკი საკმარისად გრძელი ყოფილიყო, მათ სასწრაფოდ ორი თოკი ერთმანეთზე მიაბეს, რის შედეგადაც სქელი კვანძი დარჩა ზუსტად თოკის შუაში. თონი ამოიყვანა მძიმე თოკი, მასზე თავი დაიმაგრა და ბოლოს ჩამოსვლა დაიწყო. სანტიმეტრობით ის სრიალებდა ქვემოთ ციცაბო, გახინულ კედელზე. ის იმდენად ახლოს მივიდა, რომ მისი ჩამოკიდებული ჩექმები ფაქტობრივად რამდენიმე სანტიმეტრში იყო გადაჭიმული ხელებისგან, რომლებიც მაშველებს ჰქონდათ. მათ შეეძლოთ თვალებში შეეხედათ მისთვის. მათ ეუბნებოდნენ, რომ ის უსაფრთხოდ იყო. როდესაც ის სრიალებდა ქვემოთ, ის კვანძი, სადაც მაშველებმა ორი თოკი ერთმანეთზე შეკრეს, საბოლოოდ მის მარნეზე არსებულ პატარა მეტალის სამაგრამდე მივიდა და გაიჭედა. რადგან ტონის მთელი სხეულის წონა თოკზე ეკიდა, კვანძი წარმოუდგენლად მჭიდროდ იყო დაჭერილი და ყინულის მყარ ბლოკად გადაიქცა. 1930-იან წლებში ეს მეტალის სამაგრები ძალიან პატარა იყო. უბრალოდ არანაირი შანსი არ იყო, ესეთი სქელი კვანძი იმ პატარა მეტალის გოლში გაძვრენილიყო. დღეს მაშველებს აქვთ სპეციალური ხელსაწყოები, რომლებსაც შეუძლიათ ალპინისტის წონის აწევა და ასეთი გაჭედილი კვანძის მარტივად გასწორება. მაგრამ ტონის არაფერი მსგავსი არ ჰქონდა. მას მხოლოდ საკუთარი, ნელ-ნელა მცივდება ძალა ჰქონდა. ის რესკიუ გუნდი თითქოს სამუდამოდ უმწეოდ უყურებდა, როგორ იბრძოდა ტონის სიცოცხლისთვის. კბილებით და ერთი მოქმედი, სისხლიანი ხელით, სასოწარკვეთილად ცდილობდა გაყინული კვანძი გაეყვანა მეტალის სამაგრში, მაგრამ ეს სრულიად უშედეგო იყო. კვანძი უბრალოდ ძალიან დიდი იყო, ხოლო ხიობი ძალიან პატარა. დაკანცული, გაყინული და იმ კაცებისკენ მომზირალი, რომლებიც იმდენად ახლოს იყვნენ, რომ მის ფეხსაცმელებს შეეხებოდნენ, ტონი შეწყვიტა ბრძოლა. მან ქვემოთ მეგზურებისკენ დაიხედა, თქვა, აღარ შემიძლია გაგრძელება და ნელა გადაიხარა წინ, თავის სამაგრში. და ეს იყო დასასრული. თაზე სიკვდილი ერთი რამაა, მაგრამ ტონი კურცის გარდაცვალებაში რაღაც განსაკუთრებულად დამანგრეველია. ის ძალით არ ჩახლაპულა, ის უბრალოდ ჰაერში გაიყინა, სულ რამდენიმე სანტიმეტრში მაშველთა თბილი ხელებიდან. ტონი გადაურჩა ზვავის პირველ დარტმას, მაგრამ სწორედ იმ უზარმაზარმა თოვლის ტალღამ გაანადგურა მისი გუნდი და საბოლოოდ განსაზღვრა მისი ბედი. ზვავების შემზარავი ის არის, რომ მათ არ აინტერესებთ, რომელი ეპოქიდან ხარ, ან რამდენად ნიჭიერი ხარ. თუ 1980-იანი წლების ბოლოს ცხოვრობდი და თოლმავლობა ოდნავ მაინც გაინტერესებდა, კრეიგ კელი ნამდვილად ის სახელია, რომელსაც ვერ აცდები. კრეიგი სპორტის სახე იყო. სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის 4 საერთო ტიტულით და 3 აშშ-ში ღია პირველობის ტიტულით, მან ყველაფერი მოიგო, რაც შეიძლებოდა. იმ დროს, როცა სათხილამურო კურორტები თოლმავლებს პირდაპირ უკრძალავდნენ ფერდობებზე ასვლას და სპორტს პრობლემად მიიჩნევდნენ, კრეიგ კელი ყველა არსებულ შეჯიბრებას იგებდა და ამას ისეთი სტილით აკეთებდა, რომ თვალის მოცილება შეუძლებელი იყო. შემდეგ, კარიერის აბსოლუტურ პიკზე, მან მთლიანად დატოვა შეჯიბრებები. ის გადავიდა უკანა ქვეყნის თოლმავლობაზე და გახდა პირველი თოლმავალი, რომელიც კანადის მთის გიდების სერტიფიკაციის პროგრამაში მიიღეს. იმავე პროგრამაში, რომელიც კონტინენტზე ყველაზე ტექნიკურად სრულყოფილ ალპურ გიდებს ამზადებს. 2003 წლის იანვარში კელი 26 წლის იყო და თითქმის დაასრულა ეს სერტიფიკაცია. ამ ეტაპზე მას მხოლოდ რამდენიმე პრაქტიკული საათის ჩაწერა სჭირდებოდა. ოსტატი გიდის ზედამხედველობით, რომ სერტიფიკაცია დაესრულებინა. ამიტომ 2003 წლის იანვარში მან გადაწყვიტა სტაჟირება გაევლო შვეიცარიელ, ძალიან პატივცემულ გიდ რუდი ბეგლინიერთან. და უკვე 20 იანვარს კრეიგი ბრიტანეთის კოლუმბიის ძლიერ თოვლიან სელკირკის მთებში, დიურენის მყინვარზე იმყოფებოდა. ის 21 კაციანი ჯგუფისთვის გიდის ასისტენტად მუშაობდა და მათი მიზანი იმ დღეს ფრონაუს მწვერვალზე ასვა იყო. ეს მარშრუტი რუდის ათეულობით ჯერ ჰქონდა გავლილი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე. იმავე დილით კანადის ზვავების ასოციაციამ იმ ტერიტორიაზე ზვავის საფრთხე საგრძნობ დონედ შეაფასა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ყველაზე ცუდი შეფასება არ არის, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ არასტაბილური თოვლი არსებობს და ერთი ადამიანის წონაც კი, რომელიც არასწორ ფერდობზე გადაადგილდება, საკმარისია ზვავის გამოსაწვევად. რუდიმ ბიულეტენი ნახა, მაგრამ 3 დღით ადრე მან ახლომდებარე ფერდობზე საცდელი ორმო გათხარა და საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინა. თოვლი, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალიან მტკიცე და ძალიან პოზიტიური იყო. ასე რომ შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ, რამდენად სერიოზულად მიიღო მან ეს გაფრთხილება. ის ასევე არ იყო გაწევრიანებული კერძო ქსელში, სადაც მეზობელი მწვერვალების გიდები აზიარებდნენ, რომ თოვლი ეცემოდა ისეთ ადგილებში, სადაც ამას აზრი არ ჰქონდა.
და ბუნებრივი ზვავები სწორედ იმავე ფერდობებზე წარმოიშვებოდა, რომელზეც რუდი აპირებდა ასვას. ასე რომ ჯგუფი გაემართა გზაზე, მაგრამ დაახლოებით 2 საათში ამინდი შეიცვალა და ხილვადობა შემცირდა. ძლიერმა ქარმა და დაბალმა ხილვადობამ რუდი აიძულა ეფიქრა, რაც ჭკვიანურ და გონივრულ ალტერნატივად ეჩვენებოდა. ამის ნაცვლად, ჯგუფი უფრო დაცულ ადგილას, ახლოს მდებარე ლა-ტრավიატაში წავიდოდა. რუდის იქ ასობით ჯერ ჰქონდათ ხილამურებით სრიალი. კულუარის მაღალი კედლები მათ ქარისგან დაიცავდა. ეს სრულიად ლოგიკური იყო. მაგრამ, როცა ლა-ტრավიატას მიუახლოვდნენ, პირდაპირ ახალი ზვავის ნამსხვრევების ველში შევიდნენ, რომელიც პირდაპირ მათ გზას კვეთდა. გულისმობ თოვლის უზარმაზარ ნაგლეჯებს, ზოგი პატარა მანქანის ზომისას, მთაზე მიმოფანტულს. ეხლა, ნებისმიერი მთის მოთხილამურისთვის, ახალი ზვავის ნამსხვრევების დანახვა ნიშნავს, რომ მთა პირდაპირ გიყვირის, უკან დაბრუნდიო. ეს არის აბსოლუტური უეჩველი მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ იმ ადგილას თოვლის საფარი აქტიურად ინგრევა. ალბათ ამას უყურებთ და ფიქრობთ, რატომ არ შეაჩერეს ყველაფერი და მაშინვე სახლში არ წავიდნენ, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია მთებში ძალიან საშიში რამაა. როცა მიყვები მთავარ გიდს, რომელიც ამ კონკრეტულ ფერდობზე ასობით ჯერ ჩამოსულა თხილამურებით, მას სრულად ენდობი. ფიქრობ, რომ ის რაღაცას ხედავს, რასაც შენ ვერ ამჩნევ. ამიტომ როცა რუდიმ შეაფასა ნამსხვრევები, დაადგინა, რომ ზემოთ მდებარე ფერდობი ჯერ კიდევ უსაფრთხო იყო და ასვა გააგრძელა. 21 კაციანი ჯგუფი უსიტყვოდ გაჰყვა მას. 10:25 საათისთვის ისინი უკვე თავად ლა-ტრավიატა ვესტ კულუარში იყვნენ. ეს არის ვიწრო ღარი, რომელიც ქვედა ნაწილში მჭიდროა, ხოლო ზედა ნაწილში ფართოვდება. ბუნების მიერ შექმნილი ისე, რომ ზემოდან ჩამოშებული ყველაფერი პირდაპირ ქვემოთ მიემართება და გაქცევის გზა არ აქვს. სწორი გადაწყვეტილება იყო, თითო ადამიანი ერთდროულად. მაგრამ რუდიმეს კულუარი ასობით ჯერ აქვს გათოვლილი, ამიტომ მან ყველა 21 ადამიანი ერთდროულად გაუშვა 6 ფუტის დაშორებით, ხოლო კრეიგი ბოლოს წინა იყო. ცოტა ხანს ყველაფერი კარგად ჩანდა, მაგრამ დილის 10:45 საათზე მოულოდნელი ყრუბზარი გაისმა მთელ ხეობაში, როცა უზარმაზარი თოვლის ფენა ჯგუფის ზემოთ გაიბზარა და ეს თოვლი უბრალოდ არ ჩამოედინებოდა. 19,000 ტონა თოვლი მოწყდა და საათში 60 მილით დაეშვა. ზვავის სიმძიმემ და სიჩქარემ კრეიგს ძლიერად დაარტყა. ის ფეხქვეშ გამოეცალა და ყულვერის ძირამდე ჩაიტანა. ვიწრო კედლების გამო თოვლი ვერ გაიფანტა. ის პირდაპირ მასზე დაგროვდა და არის ეს შემზარავი რამ რაც ხდება, როცა ზვავი საბოლოოდ ჩერდება დაქანებულის ბოლოში. როდესაც თოვლი მთიდან სრიალებს, მოძრაობის უზარმაზარი ხახუნი მას ოდნავ ათბობს და საკმარისად ადნობს. მაგრამ იმავე წამს, როცა თოვლი ჩერდება, ეს სველი მძიმე მასამხისიერად ისევ იყინება, ნება. ის მკარხინულად იქცევა, თითქოს სწრაფად გამყარებულ ბეტონში ხარ დამარხული. ვერთხრი, თითების განძრევაც კი არ შეგიძლია. და თუ თოვლი მკერდზე მჭიდროდ შეგეკრება, სიტყვით ვეღარ აფართოვებ ფილტვებს, რომ კიდევ ერთი ჩასუნთქვა შეძლო. კრეიგი 10 ფუტის სიღრმეზე იყო დაფლული. ასეთ სიღრმეზე მის მკერდზე ზეწოლა ისეთივე იყო, თითქოს 3 სასკოლო ავტობუსი დაეყენებინათ ზემოდან. მათემატიკას თქვენ მოგანდობთ. გადარჩენილება, რომლებიც ზვავში არ მოხვდნენ, სასწრაფოდ აიღეს ნიჩბები და ზვავის საძიებო ჯოხები და ძებნა დაიწყეს. მათ შეძლეს რამდენიმე ადამიანის ცოცხლა დამოყვანა, მაგრამ როცა ბოლოს კრეიგ კელის მიაღწიეს და ამოთხარეს, უკვე ძალიან გვიანი იყო. საკუთარი სხეულის გაყინულ ფორმაში გამომწყვდეული, სრულ სიბნელეში, მსოფლიოს უდიდესი სნოუბორდერი გაიგუდა და გარდაიცვალა. კრეიგის სიკვდილმა ისეთი შოკი გამოიწვია, რომ ველურ მთაში სრიალის კულტურა სამუდამოდ შეცვალა. ამ კატასტროფამ გიდების ინდუსტრია აიძულა, კვეთრად შეენცირებინა ჯგუფების ზომა, აქტიურად გაევრცელებინა ზვავსაწინააღმდეგო გასაბერი ბალიშების გამოყენება. ეს სპეციალური ზურგჩანთებია, რომლებსაც აქვთ გამოსაწევი ბერკეტი, რომელიც ააქტიურებს დიდ ბუშტს და მის მფლობელს აძლევს საშუალებას ზვავის დროს თოვლის ზედაპირზე დარჩეს, ნაცვლად იმისა, რომ ქვემოთ ჩაითრიოს და ცოცხლად დამარხოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გიდების ინდუსტრია ახლა აქტიურად ცდილობს შექმნას ისეთი კულტურა, სადაც ჯგუფის ნებისმიერ წევრს აქტიურად მოუწოდებენ, რომ ხმა ამოიღოს და შეწყვიტოს ასვლა, თუ რამე არასწორად ეჩვენება. კრეიგ კელიმ სიცოცხლე დაკარგა, როცა ენდო ადამიანს, რომელსაც იდეალური რეპუტაცია ჰქონდა და ფერდობზე, რომელშიც მას არასდროს შეპარვია ეჭვი. მაგრამ ის, რაზეც შემდეგ არავინ საუბრობდა, არც საჯაროდ და არც წლების განმავლობაში, იყო ის, რომ კრეიგი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც იმ დილით რაღაც ცუდს გრძნობდა. ეს ვიღაც სხვა ვიღაც სხვამაც იგრძნო.
რაფასადაც დაუჯდათ ეს დუმილი და რა დასჭირდა მის დასარღვევად. ეს ისტორია, რომლის მოყოლასაც 11 წელი დასჭირდა. მე კრეიგ კელის ისტორიაზე სრული ვიდეო გავაკეთე, მაგრამ ზოგჯერ ხმის ამოღებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ზოგჯერ შეგიძლია ყველაფერი იდეალურად გააკეთო, მაგრამ მაინც მოკვდე იმის გამო, რომ სრულიად უცნობმა ადამიანმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომელსაც შენთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს მოხდა 2023 წლის 29 იანვარს. 31 წლის კაილ სმეინი იაპონიის უკაცრიელ მთებში ოცნების მოგზაურობას ასრულებდა. კაილი არ იყო მოყვარული. ის იყო ამერიკელი ფრისტაილის თხილამურებისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონი. ბიჭი, რომელმაც მთელი ცხოვრება მთების შესწავლას მიუძღვნა და ზუსტად იცოდა როგორ ემოძრავა მათში უსაფრთხოდ. 2023 წლის იანვრის ბოლოს კაილი ნაგანოში, იაპონიაში იმყოფებოდა 10 დღიან მარკეტინგულ მოგზაურობაზე თავის მეგობართან და პროფესიონალ თხილამუროსან ადამ უსთან და ფოტოგრაფ გრანდ გუნდერსონთან ერთად. იანვრის 29-ისთვის ოფიციალური გადაღება დასრულდა. გუნდერსონი ძალიან დაღლილი იყო და გადაწყვიტა დღე დაესრულებინა, მაგრამ კაილი და ადამი გაჩერებას არ აპირებდნენ. ხედავთ, კურორტს გარეთ თხილამურებით სრიალი განსხვავდება ჩვეულებრივი სათხილამურო კურორტისგან. იქ საბაგიროები არ არის. ფეხით ადიხარ მთაზე, ჩამოდიხარ თხილამურებით და თუ კიდევ გინდა დაშვება, ისევ ფეხით ადიხარ ზევით, ადიხარ ზევით. თითოეულ ასვლასა და დაშვებას მოთხილამურეები ერთ წრეს ეძახიან. გრანტმა უკვე ერთი მათთან ერთად გააკეთა და მისთვის ეს საკმარისი იყო. კაილმა და ადამმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი გაეკეთებინათ. არც კამერები, არც სამუშაო, უბრალოდ ორი მეგობარი, ლამაზი მთა და თოვლი, რომელიც კაილმა იმავე დილით აღწერა როგორც დაუჯერებელი ხარისხის თოვლი. შეგიძლია წარმოიდგინო უფრო ჩვეულებრივი შუადღის გადაწყვეტილება? ასე რომ, მათ ორივემ დაიმაგრეს სასასველი სკინები და დაიწყეს აღმოსავლეთ ფერდობზე ჰაკუბა ნორიკურას მთაზე ასვლა. ზედა ნაწილში ისინი შეხვდნენ ავსტრიელი მოთხილამურეების ჯგუფს, რომლებიც იმავე მთაზე იყვნენ ამოსულები. მათ ერთმანეთს თავით მიესალმენ, როგორც მოთხილამურეები მთაზე აკეთებენ და შემდეგ კაილი და ადამი პირველებმა დაეშნენ. მათ თავიანთი მარშრუტი ისე ჩაიარეს, როგორც წინაწრეზე გააკეთეს. სუფთად, კონტროლირებადად და ბოლომდე დაქანებული ფერდობის ქვედა ბრტყელ ქვაბულამდე. თუ არასდროს გისრიალიათ ველურ ფერდობებზე, წარმოიდგინეთ ეს ქვაბული როგორც თასი. რამდენიმე სხვადასხვა ფერდობის სხვადასხვა მიმართულებიდან ყველა ერთსა და იმავე დაბალ ბრტყელ ადგილას ჩაედინება ქვედა ნაწილში, ზუსტად ისე როგორც მდინარეები ტბაში ჩაედინებიან. ეს ბრტყელი ადგილი არის ის, სადაც ჩერდები, სუნთქვას ისწორებ და ავჭურვილობას ისევ ლაშქრობის რეჟიმზე აკენებ შემდეგი ასასვლელისთვის. ეს არის ბუნებრივი დასასრული ყოველი დაშვების. ისე ბუნებრივია ეს ადგილი, რომ იაპონელთა ჯგუფი სწორედ ამავე ადგილს იყენებდა ზვავების უსაფრთხოების სავარჯიშოდ წინაწრეზე. არავის ორჯერ არ უფიქრია იქ დადგომაზე. კაილი და ადამი ბარის ფსკერზე ჩავიდნენ და აღჭურვილობის გადაცვლას შეუდგნენ. მათ დაასრულეს. დაშვება დასრულდა. ალბათ იღიმებოდნენ, როგორი კარგი იყო თოვლი. როცა ისინი იცვლიდნენ ტანსაცმელს, მეორე ავსტრიელი მოთხილამურე ზემოდან, ოდნავ გვერდით მდებარე ფერდობზე დაეშვა, რომელიც ასევე იმავე ქვაბულში ჩადიოდა. ავსტრიელი მოთხილამურე არაფერს არასწორს არ აკეთებდა. ბოლოს და ბოლოს ის თავის ფერდობზე იყო, მაგრამ რა არის ის ადამიანების უმეტესობამ არამდგრად თოვლზე. როდესაც მთაზე თოვლის საფარი სუსტია, მთლიანად ყველაფერი თაქტობრივად ერთ დიდ დაკავშირებულ ფენადაა გადაფენილი ფერდობზე. წარმოიდგინეთ, თითქოს სუფრაა გადაფარებული მაგიდაზე. თუ ერთ კუთხეში დააწვევით, მთელი სუფრა გადაიწევა. ასე რომ, როდესაც ავსტრიელმა მოთხილამურემ თავის კუთხეში დააწვა, მისი წონა მთელ ამ დაკავშირებულ თოვლის ფენაში გავრცელდა, იპოვა ყველაზე სუსტი წერტილი, რომელიც აღმოჩნდა ფერდობი პირდაპირ იმ აუზის ზემოთ, სადაც კაილი და ადამი იდგნენ და ის ჩამოიშალა. ქვემოთ კაილმა და ადამმა გაიგონეს გამაყრუებელი ბზარი. მათ აეხედეს და დაინახეს მილიონობით ფუნტი თოვლი, რომელიც ერთდროულად ჩამოიშალა და მთის ფერდობზე ტალღასავით მათკენ მოიწევდა. მოიბრუდნენ და გაქცევას სცადეს, მაგრამ ბუნების ძალას ვერ გაექცევი და ეს არის საშინელი ფაქტი დიდი ზვავების შესახებ, რაც ბევრმა არ იცის. იმაზე ბევრად ადრე ვიდრე თოვლი მოგხსდება, ზვავი წინ ქარიშხლის ძალის ქარის კედელს წინ მიაქანა, რასაც წინ მიაქანებს, რასაც ჰაერის დარტყმის ტალღა ეწოდება. ჰაერის საფეთქებამ კაილი ისეთი ძლიერი, გამანადგურებელი ძალით დაარტყა, რომ ფიზიკურად ჰაერში 160 ფუტით გადააგდო, სანამ ზვავი მას შთანთქავდა. მისი მეგობარი ადამი 5 ფუტიანი თოვლის ქვეშ იყო დამარხული. სრულიად სასწაულით, 25 წუთის შემდეგ, ორი კანადელი მთის გიდის ჯგუფმა, რომლებიც შემთხვევით იმყოფებოდნენ ამ ტერიტორიაზე, გადაუდებელი დახმარების ექიმებისა და მედდების ჯგუფთან ერთად შენიშნეს ნამსხვრევები, ამოიღეს ნიჩბები და ადამი თოვლიდან სრულიად უვნებელი ამოათრიეს. მაგრამ კაილი ისევ სადღაც იმ აუზში იყო დამარხული. იმავე ექიმებმა მაშინვე დაიწყეს მისი გადარჩენა, როგორც კი იპოვეს. უკვე გვიანი იყო.
ის და უცნობი, რომელმაც ზვავი გამოიწვია, ორივე იმ ფერდობზე დაკარგეს სიცოცხლე, მაგრამ ის უცნობით საყვარელი მოთხილამურე იყო. მისი სახელი იყო კრისტოფ შოფეგერი. მანაც დაკარგა სიცოცხლე, უბრალოდ აკეთებდა იმას, რასაც ბავშვობიდან აკეთებდა. ამერიკაში ბავშვები ველოსიპედზე ჯდომას სწავლობენ, ავსტრიაში კი ბავშვები თხილამურებზე სრიალს სწავლობენ. ქაილსა და კრისტოფის ამბავი შემაძრწუნებელი შეხსენებაა იმისა, რომ ზვავი სრულიად გაუთვალისწინებელი მოვლენაა. მის წინასწარ განჯვეტა შეუძლებელია. და ყველაზე შემაშინებელი ის არის, რომ ზოგჯერ შეგიძლია თავად გამოიწვიო ეს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მთა, რომელზეც იღუპები, აზიაში მდებარე უზარმაზარი და შორი მწვერვალი კი არა, არამედ შენი სახლის უკანა ეზოში მდებარე პატარა ჩვეულებრივი დაქანებაა. და რა ხდება მაშინ, როცა კაცი ხარ, რომელმაც ბევრად უფრო მძიმე რამეები გადაიტანა? ეს გვიყვანს ჯეიმი პიერის უცნაურ და ღრმად ირონიულ ისტორიამდე. 2006 წლის 25 იანვარს ვაიომინგის გრან-თარგის სათხილამურო კურორტზე ჯეიმი პიერის სახელით ცნობილმა კაცმა თხილამურებით 245 ფუტიანი კლდიდან გადახტა. ეს დაახლოებით 25 სართულიანი შენობის სიმაღლეა, პირდაპირ ქვემოთ. მან დასაფრენ ზონას მიაღწია, თოლში ისეთი ღრმა ორმო გააკეთა, რომ მთლიანად გაუჩინარდა და მხოლოდ ტუჩის გაჭრილობით გამოვიდა. ამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა კლდიდან გადახტომაში. შემდეგ წლებში პიერე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიდი მთის მოთხილამურე პლანეტაზე. ის მუდმივად მონაწილეობდა ინდუსტრიის ყველაზე დიდ სათხილამურო ფილმებში და მისი სახელი ფიხელი უკავშირდებოდა ისეთ გადმოხტომებს, რომლებსაც სხვა პროფესიონალი მოთხილამურეები ვიდეოზე უყურებდნენ და ჩუმად აღფრთოვანებულები რჩებოდნენ. ის ასევე ცნობილია იმით, რომ ჩაფხუტის გარეშე თავს კომფორტულად გრძნობდა. მისი არგუმენტი, რომელიც არაერთხელ უთქვამს ინტერვიუებში, მისთვის სრულიად ლოგიკური იყო. თუ საქმე იმაშია, რომ ჩემი სხეული მყისიერად გადავა ტერმინალური სიჩქარიდან ნულზე, თავსაბურავი დიდად ვერ დამეხმარება. როცა 245 ფუტიანი კლდიდან თხილამურებით გადარჩენილ ხარ, ასეთ არგუმენტს რთულია შეეწინააღმდეგო. ასე რომ, რეკორდული ნახტომიდან 6 წლის შემდეგ, 2011 წლის 13 ნოემბერს, პიერმა და მისმა მეგობარმა იუტას, შტატში, სნოუბერდის თხილამურების კურორტზე აიარეს. კურორტი სეზონისთვის ჯერ არ გახსნილიყო, მაგრამ ეს მათ არ შეუშლია ხელი. ისინი ასევე არ გადაამოწმეს ზვავის შესახებ გაფრთხილება გამგზავრებამდე, მაშინ როცა იმ დილით ვასაჩის ქედზე საფრთხის დონე საკმაოდ მაღალი იყო. სიმართლე რო თქვა, მე ეჭვება, ეს მაინც შეეჩერებინათ. კურორტზე ჯეიმიმ და მისმა მეგობარმა გადაწყვიტეს, ავიდნენ პერუვიანის ცირკში, უბრალოდ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად და ადრე დასრილებისთვის, სიალებისთვის. ეს ჯეიმის მშობლიური ადგილი იყო. ამ ფერდობებზე უთვალავ ჯერ ქონდა დასრიალებული, რადგან ნოემბრის დასაწყისი იყო, თოვლის საფარი ძალიან თხელი იყო. იმ დღეს მთას რომ შეხედავდნენ, უმეტესობა იფიქრებდა, რომ საკმარისი თოვლი არ იყოს სასიკვდილო ზვავის წარმოსაქმნელად. გარდა ამისა, ჯეიმი იმ დღეს თავის ჩვეულ თხილამურებსაც კი არ ატარებდა, უბრალოდ გართობისთვის გადაწყვიტა სნოუბორდით სრიალი. მოკლე გადახვევა. ყოველ თვე არის ერთი ისტორია, რომელიც არასდროს ხვდება YouTube-ზე. თუ გიდა შეგიძლია ნახო. Patreon-ი ბმული ქვემოთაა. ეხლა, სად გავჩერდით? მისი პარტნიორის თვალწინ ჯეიმიმ 40 გრადუსიან დაქანებაზე ჩასვლა დაიწყო. მისი დაშვების დაწყებიდან რამდენიმე წამში, დაქანებამ 14-დან 20 დუიმამდე სისქის რბილი ფენა, სეზონის დასაწყისის თოვლი, ჩამოიშალა. სიმართლე რომ თქვათ, ეს შედარებით პატარა იყო. ეს იმ ტიპის ზვავია, რომლიდანაც დიდი მთის გამოცდილ მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს ჩვეულებრივ უპრობლემოდ გამოდიან და არც კი ფიქრობენ ამაზე, მაგრამ თან ჯეიმი მაინც შეიფრო. მოძრავმა თოვლმა ჯეიმი წაიღო. მან ფეხქვეშ გამოაცალა მიწა და დაახლოებით 800 ფუტით ქვემოთ ციცაბო არხში ჩააგდო. იმის გამო, რომ თოვლი ძალიან თხელი იყო, ის ღრმად დამცავ ფენაზე არ სრიალებდა. ის უმოწყალოდ გაათრიეს გამოჩენილ ბასრქვებზე, სანამ პატარა კლდის ზოლზე გადაიტანდა თოვლი. როდესაც სამაშველო ჯგუფები მივიდნენ, ჯეიმი ყინულის ქვეშ ღრმად არ იყო დამარხული, როგორც ზვავის მსხვერპლთა უმეტესობა. ის მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაფარული, მაგრამ ზვავმა თავისი საქმე გააკეთა, როგორც მაღალი სიჩქარის კონვეიერმა, რომელიც ყველის სახეხგადის სახეხზე გადის. ფრელი, სეზონის დასაწყისში წარმოქმნილი ზვავის მექანიკა წარმოუდგენლად სასტიკია. ზამთრის შუა პერიოდში წარმოქმნილ ზვავში მოთხილამურეს შეიძლება ღრმა, რბილ თოვლში ჩააგდოს ზვავმა, სანამ ის დამშვიდდება. მაგრამ სეზონის დასაწყისში რბილი დამცავი ფენა არ არის. მოძრავი თოვლის უზარმაზარმა კინეტიკურმა ენერგიამ ჯეიმიმ კარ გრანიტს დაუნდობლად შეაჯახა, სანამ ზვავმა ის კიდიდან გადააგდო. კაცი, რომელმაც სასწაულებრივად გადაურჩა 245 ფუტიანი თავისუფალი ვარდნას მოკლა. ბლაგვი ძალის ტრავმამ პატარა, თითქოს უვნებელი ზვავისგან, პირდაპირ საკუთარ ეზოში. ჯეიმის სიკვდილმა სათხილამურო საზოგადოებაში დიდი დებატი გამოიწვია რისკის ნორმალიზაციაზე. ეს ტრაგიკული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მსოფლიოს საუკეთესოებსაც კი მოდუნდნენ ნაცნობ გარემოში.
იმ წამს, როცა მთას შეხედავ და იფიქრებ, ეს მილიონჯერ გამიკეთებია, არაფერია საშიში, სწორედ მაშინ თაგიჩვენებს, რომ ცდები. მაგრამ მაშინ, როცა ჯეიმი საკუთარი ნებით იღებს დაუცველი დახურული მთის რისკს, რა ხდება მაშინ, როცა პროფესიონალს უხდი რომ დაგიცვას და ის გეუბნება სრულად დააიგნორო საფრთხე. და ყველა ტრაგედიიდან, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ეს შეიძლება ყველაზე გამაღიზიანებელი იყოს. რაიანი იყო 41 წლის კაცი ბენდიდან, ორეგონი. და მინდა თავიდანვე ძალიან მკაფიოდ განმარტო. რაიანი არ იყო ტურისტი, რომელიც შემთხვევით გავიდა დაშვებულ ზონას გარეთ. ის აბსოლუტური ექსპერტი იყო. მას 80 წელზე მეტი გამოცდილება ჰქონდა თოვლზე, როგორც ყოფილ ჩემპიონ მოთხილამურე მრბოლელს და ის საყვარელი ახალგაზრდული მოთხილამურეთა მწვრთნელი იყო. მაგრამ მის რეზიუმეზე მეტად, ბრაიანი ოჯახზე მზრუნველი ადამიანი იყო. მას ჰყავდა 11 წლის ქალიშვილი, რომელიც აღმერთებდა მას და 13 წლის მეუღლე სახელად ჰიზერი. და ტრაგიკულად, სწორედ ამ დროს, ჰიზერს ახლახან დაუდგინდა მკერდის კიბო. ბრაიანი მისი საყრდენი იყო. ასე რომ, როდესაც ის 2025 წლის მარტში მთაში წავიდა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოჯახში დაბრუნება. ბრაიანმა დაჯავშნა კომერციული კაცკინგის ტური ბეილის მთაზე, ორეგონში. როდესაც $1000 იხდით გიდთან ერთად უკანა ქვეყნის ტურისთვის, თქვენ უსაფრთხოებაში იხდით. თქვენ მთლიანად დანდობთ თქვენ სიცოცხლეს პროფესიონალებს, რომლებიც ამ ტერიტორიას სხვებზე უკეთ უნდა იცნობდნენ. მაგრამ კულისებში რაღაცა საშიში ხდებოდა. წლების განმავლობაში ბეილის მთაზე მოქმედი კურორტი ადგილობრივ გიდებს იყენებდა, რომლებიც ამ კონკრეტული მთის თითოეულ სანტიმეტრს იცნობდნენ. მაგრამ ბოლო დროს ისინი კონტრაქტის მოდელზე გადავიდნენ და ტურს უკვე კალიფორნიაში დაფუძნებული გარე კომპანია ატარებდა. სინამდვილეში ერთ-ერთმა ყოფილმა ადგილობრივმა გიდმა ამის შესახებ მენეჯმენტს პირდაპირ გააფრთხილა. მან უთხრა მათ, რომ ახალ კალიფორნიელ გიდებს თითქმის არ ჰქონდათ გამოცდილება ბეილის მთაზე და არ ესმოდათ მისი სპეციფიკური ლოკალური საფრთხეები. ის სრულიად უგულებელყვეს. გადავიდეთ 2025 წლის 13 მარტის დილაზე. ამინდი კოშმარული იყო. მთას ახლახან დაატყდა ყინვიანი წვიმა, ძლიერი თოვლი და ძლიერი ქერიქარები. სწორედ ასეთი რეცეპტია წარმოუდგენლად არასტაბილური თოვლის საფარისთვის. იმ დილით ოფიციალურმა რეგიონულმა ზვავის პროგნოზმა გააფრთხილა მომატებულ და უკიდურესად საშიშ პირობებზე. თუ შენ ან მე ვნახავდით ამ პროგნოზს, ალბათ სახლში დავრჩებოდით, მაგრამ როგორც ამბობენ, მეგზურებმა წარმოუდგენელი გააკეთეს. როგორც ამბობენ, მათ გადამხდელ სტუმრებს უთხრეს, სრულად დაიგნორებინათ ოფიციალური ზვავის ანგარიში. მათ განაცხადეს, რომ პროგნოზი არ ეხებოდა მთაც ბეილის და ყველას დაარწმუნეს, რომ ისინი იყვნენ ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. გიდის ნდობა, რომელიც გეუბნება, რომ უგულებელყო აშკარა ამინდის გაფრთხილება, საშინელი რისკია. მაგრამ როცა თოლში დგახარ და ოფიციალურ ფორმაში ჩაცმულ ადამიანს უყურებ, ადამიანის ფსიქოლოგია იწყებს მოქმედებას. ნდობას უცხადებ მათ. შუადღის 3:45-ზე ჯგუფი უკვე დაღლილი იყო. ისინი რიგში იდგნენ დღის ერთ-ერთ ბოლო დაშვებაზე, რომელიც იყო ციცაბო და მძიმედ დატვირთული მონაკვეთი, ცნობილია როგორც ბეილის მთის ჩრდილოეთი კედელი. თოვდა და ხილვადობა ცუდი იყო, მაგრამ გეგმა მარტივი იყო. გიდები პირველები ჩავიდნენ, რომ ბილიკი გაეკეთებინათ. შემდეგ სტუმრებს დაავალეს, რომ თითო-თითოდ ჩასულიყვნენ ზუსტად 1 წუთის ინტერვალით. ბრაიანი მეხუთე სტუმარი იყო, ვინც დაეშვა. მან გაეშვა და ღრმა ფაფუგ თოლში გზა გაიკვლია. მაგრამ 1 წუთის შემდეგ, როცა მეექვსე სტუმარი მის უკან დაეშვა, მოთხილამურეების სიმძიმემ საბოლოოდ გატეხა გადატვირთული თოვლის ფენა. ზემოდან მასიური ზვავი ჩამოიშალა. ის სწრაფად დაეშვა ციცაბო არხში, ავტობანის სიჩქარემდე აჩქარდა და ბრაიანი სრულიად მოულოდნელად მოხვა მასში. ზვავმა ის ძალით წააქცია და გამანადგურებელი თეთრი ტალღის ქვეშ ჩაითრია. როდესაც ზვავი საბოლოოდ ჩაცხრა, თოვლი მაშინვე გადაიქცა იმ საშინელ, ბეტონივით ყინულად. ბრაიანი ღრმად იყო დამარხული, თავით წინ, სრულიად უუნარო მოძრაობაზე ან სუნთქვაზე. ჯგუფის დანარჩენი წევრები სასოწარკვეთილები გაიქცნენ ზვავის ჩამონატანის ზონაში თავიანთი ნიჩბებით. მათ 10 მტანჯველი წუთი მოუნდათ, რომ გააფთრებული თხრით, ბოლოს და ბოლოს ამოეკვანათ იგი. და აბსოლუტური ირგვლით, ამ მოგზაურობაში კიდევ 2 სტუმარი შემთხვევით მე დააღმოჩნდა. მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს სიცოცხლის გადამჩენი ღონისძიებები და დაუჯერებელია, მაგრამ ბრაიანმა მართლაც სიცოცხლის ნიშნები აჩვენა, როჩვენა როცა ყინულიდან ამოიყვანეს. ის იბრძოდა, მაგრამ სწორედ აქ ხდება სავარაუდო უხეში დაუდევრობა, თითქმის აუტანელი. ექტებს სასწრაფოდ სჭირდებოდათ დეფიბრილატორი, რომ ბრაიანის გული დაესტაბილებინათ, მაგრამ როცა გიდებს შეხედეს, საშინელი სიმართლე გააცნობიერეს. გიდები სრულიად მოუმზადებლად იყვნენ მოსულები.
მათ საგანგებო ჩანთაში ავტომატური გარე დეფიბრილატორი არ ჰქონდათ. სათანადო სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე იმ 12-დას მხოლოდ შეზღუდული დახმარების გაწევა შეეძლოთ. ადამიანებით გარშემორტმული, რომლებიც მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, რაიანი იქვე თოვლზე დაიხჩო და გარდაიცვალა. თავისი 11 წლის ქალიშვილი და ცოლი კი მარტო დატოვა ბრძოლაში. მისმა ოჯახმა მოგვიანებით 14.5 მილიონი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა. დაუდევრობით გამოწვეული სიკვდილის გამო ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო უხეში დაუდევრობა. დღევანდელი მდგომარეობით საქმე სასამართლოში არ შესულა და არანაირი სისხლის სამართლის ბრალდება არ წაყენებულა. ბრაიანის ოჯახი ჯერ კიდევ პასუხებს ელოდება. სასამართლო დარბაზი, განაჩენი, პასუხისმგებლობის რაიმე ფორმა. მაგრამ ისინი ერთადერთი ოჯახი არ არიან, ვინც იძულებულია სამართლიანობისთვის უზარმაზარ სათხილამურო კომპანიას ებრძოლოს. რადგან როცა კურორტის გარეთ, ველურ მთაში სათხილამუროდ მიდიხარ, იცი რომ დიდ რისკზე მიდიხარ. იცი რომ მთა ველურია და ცივილიზაციიდან კილომეტრებით შორს ხარ, ასე რომ იქ გარკვეულ რისკს იღებს საკუთარ თავზე. მაგრამ რა ხდება თუ კარგად მოვლილ, პატრულირებად მილიარდიან კომერციულ სათხილამურო კურორტზე ხარ? მაშინ ფიქრობ რომ უსაფრთხოდ ხარ. ფიქრობ რომ სათხილამურო პატრულს ტრასები გაწმენდილი აქვს, თოვლს ამოწმებს და ყველა საფრთხეს აშორებს. ალბათ სწორედ ამას ფიქრობდა 13 წლის დაფთ კონლინი ვეილის სათხილამურო კურორტზე 2012 წლის 22 იანვარს. ის არ იყო უცოდინარი, სხვა ქალაქიდან ჩამოსული ტურისტი, რომელიც იმ მთაზე ბედს ცდიდა, რომელსაც არ იცნობდა. Taft Whaley's, Colorado-ს ადგილობრივი იყო, დაბადებული და გაზრდილი სწორედ როკის მთების გულში და მას კარგად იცნობდა ვეილის უზარმაზარი სათხილამურო კურორტის ფერდობებს. ყოველ შემთხვევაში, 13 წლის ადგილობრივისთვის. ყველას თქმით, ის იყო წარმოუდგენლად ათლეტური, ძალიან გამოცდილი მოთხილამურე, რომელიც მშობლებმა გაზარდეს, ადგილობრივ საზოგადოებაში ღრმად ფესვგადრმულებმა. ის იყო იმ ტიპის ბავშვი, რომელიც დიდ ზამთრის ქარიშხლებს ელოდა. ის, ვინც მეგობრებთან ერთად გარბოდა, თან ერთად გარბოდა, რომ ეპოვა ყველაზე ღრმა და ახალი თოვლის ფხვნილი. როგორც კი საბაგიროები ამუშავდებოდა. და 2012 წლის იანვრის 22-ზე Taft-ი სწორედ ამისთვის იყო გარეთ. მაგრამ ის არ იცოდა, რომ სათხილამურო კურორტზე იმ დღეს თოვლის მოყვარულების ენაზე ეგრეთოვելու ეპიკური ფხვნილის დღე იყო. კურორტს ახლახან დაატყდა თავს ძლიერი, შეუჩერებელი თოვლი, რომელმაც მთაზე ახალი, ღრმა ფენები დააგროვა. Taft-ი და მისი ორი მეგობარი ეძებდნენ ხელუხლებელ თოვლს და პირდაპირ გაემართნენ მთის ერთ-ერთ ყველაზე ციცაბო, ექსპერტებისთვის განკუთვნილ მონაკვეთზე, რომელსაც პრიმა კორნიჩე ეწოდება. ეხლა, კომერციულ სათხილამურო კურორტებზე საშიში ადგილები, თოკებითა და კარიბჭეებით არის გადაკეტილი. თუ კარიბჭე დახურულია, ეს ნიშნავს, რომ სათხილამურო პატრულმა განსაზღვრა, რომ ზვავის საფრთხე ძალიან დიდია და მისი გადაკვეთა არალეგალურია. როცა ტაფტი და მისი მეგობრები პრიმა კორნიშის ზედა შესასვლელთან მივიდნენ, კარიბჭე დახურული იყო. მაგრამ ასეთი ციცაბო მთის ტრასების შესახებ ის არის, რომ ისინი უზარმაზარია და ხშირად რამდენიმე შესასვლელი აქვთ. წარმოიდგინე ეს როგორც ციცაბო, დახრილი დერეფანი ორი კარით. ერთი ზუსტად ზედა ნაწილშია, მეორე კი შუაში. რადგან ზედა კარი დახურული იყო, ბიჭებმა ზუსტად ის გააკეთეს, რაც ეგონათ რომ უნდა გაეკეთებინათ. მათ წესები დაიცვეს, მთაზე ქვემოთ ჩასრიალდნენ და იმავე ტრასის ქვედა შესასვლელთან მივიდნენ, სადაც ქვედა კარი ფართოდ იყო გახსნილი. 13 წლის ბავშვისთვის და გულწრფელად რომ ვთქვათ, თითქმის ნებისმიერი ზრდასრული მოთხილამურისთვის მთაზე ღია კარი მწვანე შუქია. ეს ნიშნავს, რომ კურორტი გეუბნება, შეგიძლია წახვიდე. ამიტომ ტაფტმა და მისმა მეგობრებმა ღია კარში გაიარეს. როგორც კი ბიჭები იმ ღია ქვედა კარში გავიდნენ, აღმოჩნდნენ უზარმაზარი 40 გრადუსიანი ვერტიკალური თოვლის კედლის ძირში. მაგრამ დაშვების ნაცვლად, მათ თხილამურები გვერდულად დააკენეს და დაახლოებით 120 ფუტი პირდაპირ ზევით აიარეს ის ციცაბო კედელი. ფაქტობრივად ისინი ისევ ადიოდნენ პრიმა კორნისის საშიშ ზედა ნაწილში, სრულიად გაუცნობიერებლად, რომ პირდაპირ შედიოდნენ დატვირთულ და უკიდურესად არასტაბილურ თოვლის ფენაში. ტაფტი გაჩერდა სწორედ ამ ციცაბო, ფხვიერი თოვლით სავსე ფერდობის შუაგულში. მან თავი მიაყუდა დიდ ნაძვის ხეს, რომელიც მთის ფერდობზე იყო მიმაგრებული, რომ სული მოეთქვა და მეგობრებს დალოდებოდა. როცა იქ იდგა, მის ქვემოთ თოვლი მთლიანად ჩამოიშალა. ძლავრი ფენის ზვავი, საშინელი ხმაურით სწორედ იქ გაბზარდა, სადაც ტაფტი იყო. 300 ფუტის სიგანეზე, 18 დუიმიანი გვირგვინით და 400 ფუტით დაეშვა ფერდობზე ქვემოთ. ძიმე, სველი თოვლის მილიონობით ფუნტი დაეშვა ციცაბო არხში, თან წაიღო ტაფტიც და ზვავიც. ძალადობით გაათრია იგი ხეების სქელჯგუფში. როდესაც თოვლი საბოლოოდ ჩაცქნარდა და ადგილზე გამაგრდა, ტაფტი მკერდზე დაჭერილი, თლიანად დამარხული აღმოჩნდა და სუნთქვა ვერ შეძლო. ტაფტი ქაოსში მარტო არ იყო.
მისი ორი მეგობარიც მოხვდა ზვავის ნაკადში, მაგრამ სასწაულებრივად მათ შეძლეს თოვლის ტალღის ზედაპირთან ახლოს დარჩენა და როცა ყველაფერი ჩაცქნარდა, თავის დაღწევა მოახერხეს. დასახიჩრებულებმა და სისხლიანი მდგომარეობით ორივე ბიჭმა მაშინვე დაიწყო ტაფტის ძებნა იქ, სადაც ბოლოს ნახეს იგი. და როცა გაიგეს, რომ ის დაკარგული იყო, მაშინვე რაც შეეძლოთ სწრაფად გაიქცნენ დახმარების მოსაძებნად და უთხრეს, რომ მათი მეგობარი დაკარგული იყო. სამაშველო სამსახური მაშინვე გამოეხმაურა. მათ ჩამოაყალიბეს საძიებო ხაზები, გრძელი მეტალის ჯოხები ღრმად ჩაარჭეს თოლში და სასოწარკვეთილები იმედოვნებდნენ, რომ რამე რბილს წააწყდებოდნენ. როცა ბოლოს იპოვეს და თოვლიდან ამოათრიეს, პირდაპირ იქვე, თოლზე ჩაუტარეს გულფილთვის რეანიმაცია, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა მასიური ზვავის შედეგად. პირდაპირ ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მკაცრად კონტროლირებად სათხილამურო კურორტში მსოფლიოში. Taft-ის გარდაცვალებამ გამოიწვია მასშტაბური და მწარე სამართლებრივი ბრძოლა ის დამწუხრებულ მშობლებსა და Whale Resorts შორის. მისმა მშობლებმა უჩივლეს სათხილამურო გიგანტს არამართლზომიერი სიკვდილის გამო და ითხოვდნენ $700,000-ზე მეტ კომპენსაციას, მაგრამ მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ ფულზე არ იყო. ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ კურორტის უსაფრთხოების სტანდარტები შეცვლილიყო. მისმა მშობლებმა წამოაყენეს არგუმენტი, რომელიც ელემენტარულ საღაზრად ჟღერს. თუ ციცაბო არხის ზედა ნაწილი სრულიად არასტაბილურია და დახურულია ზვავის საფრთხის გამო, იმავე არხის ქვედა შესასვლელი არ უნდა იყოს ღია დატოვებული. კურორტის იურისტებმა კი თავის მხრივ განაცხადეს, რომ ქვედა შესასვლელიდან მაღლა ასვლით ტაფტმა ტექნიკურად დატოვა უსაფრთხო ზონა და დაბრუნდა დახურულ ტერიტორიაზე, რომელიც კურორტს აშკარად ჰქონდა მონიშნული, როგორც სახიფათო. 2018 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა საბოლოოდ მხარი დაუჭირეს სათხილამურო კურორტს და დაადგინეს, რომ ისინი სამართლებრივად არ იყვნენ პასუხისმგებელნი მისი სიკვდილისთვის. ტაფტის მშობლები არ დანებდნენ. მათ გაასაჩივრეს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი და წლების განმავლობაში აგრძელებდნენ ბრძოლას მაღალ ინსტანციებში, სასოწარკვეთილი იმედით, რომ გადაწყვეტილებას შეცვლიდნენ. სასამართლო ბრძოლა გაგრძელდა სასამართლო სისტემის ყველა საფეხურზე, სანამ საქმე კოლორადოს უზენაეს სასამართლომდე არ მივიდა. მაგრამ 2021 წლის აგვისტოში შტატის უმაღლესმა სასამართლომ ოფიციალურად უარი თქვა საჩივრის განხილვაზე. შესაბამისად, ძალაში დარჩა თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომელიც Whale Resorts პასუხისმგებლობას არ აკისრებდა. მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა სასამართლოს თუ მშობლებს, Taft Conley-ის სიკვდილი შემზარავი შეხსენებაა იმისა, რომ ბუნებას არ აინტერესებს სად არის კურორტის საზღვარი გავლებული. ბუნებას არ აინტერესებს რამდენი მილის სიღრმეში ხართ კურორტის საზღვრებს გარეთ, თუ მხოლოდ რამდენიმე ასეული იარდის მოშორებით ცხელი შოკოლადის ჭიხურიდან. როდესაც თოვლი გადაწყვეტს მოძრაობას, აბსოლუტურად არაფერი შეუძლია მის შეჩერებას. Taft Conley ფიქრობდა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა. ის დარჩა ნებადართულ ზონაში, გაიარა ღია კარიბჭე და ენდოკურორტის უსაფრთხოებას. და ეს მაინც სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ეხლა წარმოიდგინე რა დაემართება ადამიანს, რომელიც უგულებელყოფს ყველა გაფრთხილებას, გამოტოვებს ყველა უსაფრთხოების შემოწმებას და მაინც პირდაპირ ყველაზე მომაკვდინებელ მთას მიეჯრება, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი არსებობს. და ის რაც ანაპურნამ გაუკეთა მას, სამუდამოდ დაგამახსოვრდება. უყურე შემდეგ ვიდეოს.